ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება ცვეთში უცნაური შემთხვევა ადრე გავიღვიძე და ეგრევე თო კაფესთან გავიჩითე ბიძე მარგარიტას გადამკიდე ბეჰემოთის ვიძე არა უშავს და იქიდე ოსტატი ვარისე ვაკეთებ მოსაგებად განა მინდა ბედი ვცადო მეფეს მეუბნები არ დავდგები ვეზირადო მასა მეუბნება ფლოუ ცვალე მეწილადო მე კი გავიძახი დავწერ როგორც ემსილადო გავიმარჯვე აიდოლისთან დასრებით აი ასე ბრეკავს მაკაცების მაკაცები აწი პანჩლაინებს დაედება სხვა ფასები გავიზარდეთ ნიჭიერის ზარმაცები მაიმუნობ დამიძახე ვულკონგი ეგო ისეთია უნდა მართლოს ბულოკი დონე მუდამ ჰაი გეგონება სნუპ დოგი მიზანს არ ვუყურებისე ვარტყა მე ვარ ჟუმონგი ამათ სისტემაში გაპარული გლიჩი აკაპელა ვიბაზრე და არ ყოფი ვარ კრინჯი ჩემპიონთან გაბეთლეო მეუბნება დიჩი მიველნახე გავიმარჯვევენი ვიდი ვიჩი რომელი ვარ გენიოსი თუ ლაკი გამიბეთლე გაგიქაჩავს თუ დრაკი აზე არ ვარ თუ ვინა ვუთანგი ტექნაინის ვიცი მარტო სურათი გაგიმეტებ დაგიმატებ სადარდებელს სამუდამოდ გავაკეთებ აკაპელებს სულ არ მატარდეს მეტროში დაგარებეს კარენინა ვერ გაუძლოს ჩემი ნიჭის მატარებელს თო კაფე დაბრუნდა თო კაფე აქ არის არსადაც არ წასულა პრინციპში მაგრამ თქვენთვის ეგრე არის ეხლა დავამთავრეთ სტიჩის პოდკასტი და ვიწყებთ დოკის პოდკასტს გამოვიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ. მაისურ კი გამოვიცვალე, ვითომ სხვა დღეს ამეთქ ჩაწერილი, მაგრამ ხო არ მოგატყუებთ. მე ალალ მართალი კაცი ვარ. როგორ ახარ? კარგად თავად როგორ ბრძანდება? გაიხარე. დოკი ესე ხო თუ დოკ? კი, დოკი. შემოკლებით როცა მომმართავენ დოკ, რა ვიცი. დოკ. ხო და ეს დოქტარ დრეს და რამეს ამბავში არის თუ? არა, საერთოდ სხვა ისტორია. თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟთან, დოქტორ უოტსონთან რა. ანუ რაღაცებს წერდი ფსევდონიმად მეწერა დოქტორი უოტსონი და მე რაღაც მიზეზით შევამოკლე და მარტო დოკი დავიწერე. ანუ ესე იგი დოქტორ დრესთან არ არის კავშირი. არა, რეპთან საერთოდ არ არის კავშირი. კაი, მაშინ რადგან რეპის თემა შევეხეთ და სხვანაირად არც გამოვა. გილოცავ ბეთლის მოგებას. მადლობა. მართალი გითხრა გავკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით რომ ჯიუნამ წააგო, იმიტომ რომ მაგაზე მე მგონი ვერავინ ვერ შემედავება რომ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ძლიერი ბეთლემსია. რა თქმა უნდა. რასაც ვქე ბეთლემსობაში მაქვს საუბარი, თორე დანარჩენი ისე ძალიან ნიჭიერი ადამიანია. საკმაოდ მწარე რაღაცეებიც ქონდა, მაგრამ ცხოვრებისეული რაღაცეები უფრო მეტი ქონდა, ჟიურიმაც ეგრე აღნიშნა, ხო ვიდრე პირდაპირ შენსკენ მიმართული თემები და ეგეც დასაფასებელი იყო პრინციპში. მწირი ინფორმაცია ქონდა ჩემ შესახებ და როცა მწირი ინფორმაცია გაქვს მეტოქეზე, ან ზოგადი ბარები უნდა გაუშვა, ან კიდევ ლირიკა სხვა რაღაცით გაამდიდრო და ჯიუნამ გადაწყვიტა რომ აი პერფორმანს მიწოლოდა უფრო სარკე ძალიან კრეატიული იყო. ასე რომ რავი. მაგიტომაც იყო რომ ჩემზე ნაკლები ლაპარაკა, იმიტომ რომ არც იყო ჩემზე ბევრი სალაპარაკო რა იდეაში, სიმართლეა, ანუ აუ, ბოდიში ესეც გადადგი არის ისთვის დავდგით ესენი. ეს ვაფშე თავიდან დავიწყე. არა, არ გინდა, არა. ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე, კაცო. ვსო, ამიტომ რომ ისე ჭიქაში გადავასხი და გვერდზე გიდგას და რაღაცრი. ხო და ისე თვლი რომ რამე დააკელი და უკეთესად გამოხვიდოდი კიდე, ან თუ თვლი რომ საუკეთესოდ გამოხვიდი, შენ როგორ შეაფასებ შენ? არა, ეს იყო ჩემი ყველაზე სუსტი პერფორმანსი და ვიტყვი რატო. კამერებთან საერთოდ არ მქონდა ურთიერთობა ბეთლის დროს, ანუ ხალხს თითქმის არ გავხედე, მარტო მეტოქეს ვუყურებდი და ვუყურებდი, რავი, პელეს ვუყურებდი, უკან ვინც იყო ბანის ხალხს, ანუ იმას ჟიურის რა და ხალხთან უნდა მეკონტაქტა მეტი, ანუ ხალხის მხარეს. დიჩი ყოველწამს მასწორებდა, რომ კამერისკენ გაიხედეო, მაგრამ კი, იყო. მე ძალიან შენ პონჩი იყავი გასული. მე ძალიან ჩავიკეტე რა, ადრენალინი მომაწვა, მინდოდა რომ აი ჯიუნასთან მებაზრა, ეს ყვირილი უფრო და უფრო მეტი ყოფილიყო. იმის ყვირილი გადაგეფარა. ანუ ძალიან მინდოდა რომ აი ეს ემოცია ისე გამისწორდა რომ ყვირილი იყო, რომ კიდე მინდოდა რომ უფრო და უფრო ხშირად და მეტი ყოფილიყო და ასე ლექსივით ვაგრძელებდი წაკითხვას რა. ასე რომ პერფორმანსი ცუდი იყო ჩემი აზრით.
ბევრად უკეთესი შემიძლია და ვიზამ შემდეგ ბეთლზე. ტექსტი ძალიან მომწონს შემიდა, ძალიან ბევრი არ ვთქვი რა. ანუ გამოტოვე თუ? არა, თემა ის იყო, რომ უკვე ძალიან მიგრძელდებოდა რაუნდი, არ ველოდი, რომ ხალხი ასე ყველაფერს დაამოღამებდა და ყველაფერზე იყურებდნენ. აი წეღან აღნიშნე, ეხლა ჩემთვის წეღან აიმედა, თქვენთვის წინა პოდკასტი არის. Stitches პოდკასტში აღნიშნე, რომ აკაპელა რო არის, უფრო კარგად ამოღამებს ჟიურიც და ხალხიც, იმიტომ რომ გესმის. ბიტებში კიდე ცოტა იკარგება რა. ხალხმა გამაკვირვა რა, არ ველოდი და სიმართლე გითხრა, ცუდი წარმოდგენა მქონდა საქართველოში ბეთლ კულტურის ცოდნაზე. არ მეგონა რომ პანჩლაინებს გაიგებდნენ ამდენს რა და აი ყველა რომ გაიგო, ახლა მივხვდი რომ ისე განვითარდა ბეთლ რეპი საქართველოში, რომ აი პანჩლაინის იდეა უკვე ხალხს ესმის რა. და ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა, ბევრად მეტი мотиваცია მაქვს ხა რომ კიდე მეტი ბეთლი მქონდეს რა. არა, აშკარად ასწორებდა და თან რო არ იხლაპებოდა ბიტებში და აი ესე რომ გესმის პირდაპირ იქ რო გელაპარაკება ტიპი. მე ხა აკაპელა ბეთლებზე არ დავდიოდი ხოლმე წლების წინ სიმართლე გითხრა BPM-ებზე ვიყავი მისული რა. და პირველად ვიყავი მეც ამ თემაში რა და აი მაგრად გამისწორდა და ვისიამოვნე რა. აი ასწორებდა რასაც ქვია რომ თან ეხა ნუ პელეს და ჯიუნას ისეაც ვიცნობდი თქვენ იქ გაგიცენ შენ და სტიჩი და სასიამოვნოდ გამოგვივიდა ორივე. ფაქტიურად რა. მეიხარია თუ გაგისწორდეთ. კი არა, მართლა გამისწორდა და აქამდე რასაკეთებდი? შენ ტრეკები გაქვს გაკეთებული ზოგადად თუ ტრეკები თუ შენს ტრეკებში? გეტყვი, ტექსტი მაქვს ძალიან ბევრ ბიტზე და ანუ დაწერილი ტრეკისთვის. უბრალოდ თემა ისაა, რომ ეხლა უნდა ჩავწერო ერთბაშად რა, რამდენიმე ფიტი უნდა გავაკეთო დივაინთან, სხვათა შორის პირველი ფიტი მექნება დივაინ რაიმსთან უეჭველი. და კი უეჭველი გეგმავრო ტრეკები გამოვუშვა მე რეპერობაც მინდა ყველა ვარიანტში მაგრამ შენ გინდა ხო? კი ხო ანუ სტიჩის მე ანუ ძალიან მინდა რომ ჩემ თავს უსმინო მინიმუმ მე თვითონ ანუ ვისწორდება ეგ თემა. ანუ ეგოისტი ზრანდები ესე გა. კი ძალიან ნარცისი ვარ ან ნარცისი. კი. ყუბები ხوار ხარ ჰოროსკოპით ჩემსავით. ჩემ მეგობრებში ისინი დარჩნენ ვინც მიეჩვენენ რომ მე ნარცისი ვარ რა ანუ ხო და ტყუპები არა, მერწყოლი ვარ. არა, ტყუპები ვარ ძალიან ნარცისი ხალხი. ჩვენ თავი გვიყვარს ძალიან და ვაგიტო მეთქი მაგ თემაში ხო არა ხარ. კაი, მოდი მაშინ დავიწყოთ აბა იქიდან შენ როგორ შემოხვედი ამ რეპის თემაში? მეც თავიდან შემოვედი ბეთლის თემაში პირდაპირ, იგივე ჯგუფში ვიყავი. ანუ სადისეთი ხო? სადისეთი. ანუ როგორი თემა, იცი? შევდივარ და ხედავ რომ ანუ მე მიჩვეული ვარ რომ აი შაირობა ხდება, როგორ იცი, აი ვინ მეტი შაირი იცის, რომელიც უკვე არსებობს, რა წლებია და თაობები იმეორებენ ამ ერთი და იგივე შაირებს. და ახლა ვხედავ რომ ტიპები თვითონ იგონებენ და მე შემილია მოვიგონო რაღაც შაირები. და დავიწყე დაპოსტვა რა და როგორი თემა იცი? სწორად აკეთებს მარტო სტიჩი მთელ ჯგუფში რა. ანუ დანარჩენი ყველა პროსტა ერთმანეთს ვაგინებთ გარითმულად რა და ეს გარითმულად ვაგინებთ. აი ეს რაღაცა ტექნიკური იმას უშვებს ბაზარს. და ბიჭო, ვამუღამებ რომ ანუ ვერ ხვდები ეს ტიპი ამას ასე რატო აკეთებს ვაფშე რა უნდა, ანუ რა შვება რა. და მე აკაპელას პირველი სეზონი მაგ დროისთვის ნანახი არ მქონდა. და მაგ დროს დავიწყე ყურება უკვე ფინალიც მორჩენილი იყო რა. ანუ ჯერ სადისეთში დაიწყე თემები და მე დაკვრეს ყურება. ხო, ანუ ვაფშე ბეთლ რეპი, ანუ ეს რომ არსებობს აკაპელაზე არ ვარ რა, ანუ რა არის. უცხოურობიც არ ქონა ნანახი. არა, არაფერი ვაფშე რა. ანუ თან უბითოთ ხო, მით უმეტეს აზრი არ ვარო, რამე ეგეთი არსებობს და ჩავუჯექი ამ აკაპელებს, დავიწყე ნუ Young Mike-ის ყურებით და Young Mike, ანუ ზუსტად მე როგორც ვაკეთებ და მგონია რომ უნდა გაკეთდეს, რომ ანუ ხუმრობები უნდა თქვა ბიტზე, უფრო მაგ სტილშია რა, რაღაცა კარგ ხუმრობებს აძრობს, ხიარული მასტია, ყველას აცინებს და ანუ და თან ანუ ეტოქეს ამცირებს ლირიკულად და ანუ მგონია რომ აი მარტო ეგ არის რა ბეთლ რეპი და მაშინ ჯერაც ვერ ხვდები აშინ ეს ტიპი რატო აკეთებს სხვანაირად ეს ტიჩი რა და მერე ნახე Young Mike-ისა და პელეს ფინალი და მანდ მივხვდი რა არის აკაპელა ბეთლი რა ანუ პელე მანდ რაც გააკეთა ეგ არის ქართული ბეთლ რეპის ისტორიაში ყველაზე მაგარი რაღაცა ფინალის სიგიჟეა რამდენი სტრუქტურა რამდენი wordplay რამდენი setup-ი ანუ სიგიჟე იყო რა და მერე ვთქი რომ მეც მინდა ესე ვაკეთო და სტიჩის წერდი მახსოვს თელი ღამე რომ მასწავლე. ანუ იდეა მასწავლე როგორ იწერება ბელთრეპი რა არის, იმიტომ რომ გრძნობ რომ მაგის გაკეთება შემიძლია. უბრალოდ უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ. ანუ ხო. რას ნიშნავს და რა უფრო მნიშვნელოვანია ბეთლრეპში. იმ ღამესვე ამიხსნა ყველაფერი, ანუ თელი ღამე მწერდა
და მაგის მერე ძალიან ბევრი ბეთლი გქონდა ასე underground-ში, მე და სტიჩისაც ბევრი გქონია. სხვადასხვა ჩემ პირველ ბედზე რა Skyresi იყო ჟიური. ხო და ეგ იმაში სადისეთში. არა, მე ლაივშიც გავაკეთეთ რა, რამდენჯერმე. შეიკრიბეთ და კი. მოკლედ, ბევრი ბეთლი გავაკეთე მაგის მერე და ბეთლიდან ბეთლამდე ძალიან განვითარდი და მე უკვე დავამუღამე რომ всё რა, უკვე მზად ვარო გავიდე რა PvP-ზე. და მე როგორც ტიჩი თქვა, ზუსტად იგივე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც, რომ PvP მეტი სეზონი აღარ გააკეთა, გადავიდა BPM-ზე, რომელიც მე საერთოდ არ მადარდებდა და ანუ აკაპელა დარჩა ისე. და ეხლა რო შანსი მომეცა, გამოვიყენე ეგრევე რა. ანუ BPM-ზე არ გაქვს ზოგადად ისე თუ აი ხა ახსნი რა. BPM ბეთლის კრიტერიუმებს მე ჯერაც ვერ ხვდები რა. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვანაირი კრიტერიუმები. საქართველოს უფრო აწვება რუსეთში როგორცაა ისე. მე მევასება ამერიკაში როგორცაა ისე რა და ახსნი რატო. ჩვენთან პრიორიტეტული არის BPM-ზე flow და მასის აყოლიება. ამერიკაში პრიორიტეტულია რომ ანუ ბითი მიდის, მაგრამ შენ იქ punchline-ები უნდა თქვა და შენ flows რამდენჯერ შეცვლი ვაფშე არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა და ხალხი იყურებს თუ არა. შენ ლირიკულად უნდა მოუგო შენს მოწინააღმდეგეს ბიტზე. აი ეგეთ თემაში გავიდოდი. მაგრამ ხა აქ რომ მე რაღაცა setups, punchlines, რაღაცა სტრუქტურას ავაწყობ ბიტზე მოვახერხებ ამას და იქით ვიღაცა რაღაცა რამტარიროს გამიძრობს და მომიგებს, იმიტომ რომ კარგი მოსასმენია. მე არ მინდა რა, ჩემი თემა ეგ არ არის და ვინც აკეთებს წარმატებები, კარგად აკეთებენ, მაგრამ მე მანდ ვერ მოვიგებ ვერასდროს რა. იმიტომ რომ მე არ შემიძლია რომ ზოგადი რაღაც ვიბაზრო ბეთლზე რა. მარტო ბაზრო მოწინააღმდეგეზე, ანუ აიგა. მithumedes ცეკვით თუ მოგიგებს ხო საერთოდ? ხო, ანუ გავაფრენ ეხა ვიღაცამ რა ჩაჩაშა შამიტაროს ეხა ბეთლზე და წავაგო, ანუ არ პონტი არ არის რა. ხედავ შენ რეები ხდება. კაი, მოდი აბა 10-ეული აღარ გვინდა 5-ეული დავალაგოთ აბა, იგივე კითხვები იქნება შენთან და შენ როგორ დაალაგებ? ანუ შენ გინდა მე დავალაგო რეპერები თუ ბეთლემსები? შენ როგორ გაგისწორდება? მაგრამ მეტი წილი უფრო მაინც PvP-ს თემას წერენ ხოლმე ძირითადად კითხვებში, რომ აი, იმიტომ რომ უკვე ვიცი რა, იმიტომ რომ კითხვები რომ შემოდის ხოლმე, ძირითადად არის ხოლმე რომ აი ვის მერე ვის დააყენებთ და რატო? მოდი, მაშინ იცი რა, 5 სვიტყვი აკაპელა საუკეთესო ვინც არის. 5 სვიტყვი BPM-ზე ვინც არის, ჩემი აზრით რა. შევთანხმდით. კარგი. აკაპელაზე პირველ ადგილას არის პელე და მაგას ანუ კითხვა არ უნდა. იმიტომ რომ პელეა. ეგრევე გამოვიყო. მეორე ადგილზე ჩემთვის არის უეჭველი KG, ანუ სასწაულია ის რაც გააკეთა პირველ რაუნდში Young Mike-თან, ახლა მომზადება კიდე ცალკე ამბავია, რომ ტექსტი დაავიწყდა და რაღაც, მაგრამ პოტენციალი battle rap-ის მე ყველაზე მეტი პელეს მერე KG-ში დავინახე. იქვე ქურუმი, Young Mike-იც რა თქმა უნდა. და ნუ მეხუთე ადგილზე მაინც გავუშვათ ჩემპიონი კაცი, ტაჰა გავუშვათ რა. ისე როგორი ამბავია რა, მეხუთე ადგილზე გავუშვათ ჩემპიონი რო ისმენ რა, ხო იწება რომ პირველ ადგილზე ჩემპიონი იყოს და მეხუთე ადგილზე გავუშვათ ჩემპიონი რა, ისე შეგეს რაღაცა. თორე აქ ის ხო არ არის რომ პრიზი გადაეცემა ვიღაცას და მაგიტო ვალაგე. ტაჰა როგორც აკაპელა MC დარწმუნებული ვარ, ახლა ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე მაშინ იყო როცა ჩემპიონი გახდა რა. BPM-ზე ბევრად უფრო მაგარი punchline-ები გააძრა ვიდრე აკაპელაზე რა. კი ბატონო. და მაგიტო თვლი რომ მეხუთე რა მაინც ხა ვინც იქამდე ჩამოვთვალე აკაპელას თემაში უფრო ესმით რა. კაი, მოდი რეპერები გამოვუშვი ხა. მოდი BPM-ი უნდა თქვა ხა და 5 BPM-ი. ტაჰა უდაოდ ანუ ანუ ტაჰა მანდაც. პირველი ადგილი ტაჰა მან პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა BPM-ზე გაუთი ჩოლებრივი. ყველაზე იდეალური ბალანსი აქვს ფანჩსა და ფლოუ შორის. ეიმე 50-50-ზე და მაგიტომ არის იდეალური. ბანი მეორე ადგილზე, ანუ კარგი ფლოუ აქვს, მაგრამ პანჩებზე მოდის უფრო. ხო. და მეორე ადგილი, ანუ ბალანსი ცოტათი დარღვეულია ტაჰასთან შედარებით, თორე ისე იდეალური ბალანსი აქვს. მესამე ადგილზე გავუშვებ აი იმ კრიტერიუმებით იქ რაც ჩამოყალიბდა და დავამუღამე რომ აი ფლოუთი აჯიბრებენ, ივაჯის ვუშვებ მესამე ადგილზე, იმიტომ რომ ივას ფლოუ არის ჩემთვის ყველაზე კარგი მოსასმენი რა. მეოთხე ადგილზე დავაყენებდი ნიკი სლოუს. აჰა. და მეხუთე ადგილი იყოს, მოდი
Sky. აჰა. Sky, იმიტომ რომ მაგარი ისეთია რა, ანუ არ ვიცი რას გააკეთებს და ეგ ძალიან მომწონს რა. აი დღეს შეიძლება რაღაცა სულ სხვა სტილი მოიტანოს, ხვალ შეიძლება ვაფშე სხვა რაღაცა რა, ანუ ხვალ შეიძლება MC Grisby იყოს. ანუ ყველაფერი რა, ანუ მე მომწონს ეგ არაპროგნოზირებადობა MC-სგან, მაგარი რაღაცაა და MC Grisby ხო თუ როგორი? Grisby. კი ბატონო, Crispy ხო? Crispy, ხო. მე რა მისწორდება, იცი რომ იმ დონეზე რომ მივიდა უკვე საქართველოში რეპის თემა, რომ ამ დონის კომპანიები რომ უკვეთავენ რეპერებს, რეკლამებს, ხო? ის პერიოდი გემახსოვრებათ ყველას, რომ ეხა აღარ დავასახელებ რომელი კომპანია არის საშაუმის Young Mix გადააყოლეს ეგ რომ აი შენ შაურმის რეკლამა გააკეთე და შაურმის რეკლამა გააკეთე და ეხლა კიდე ჩოლბრი პონტია და ასწორეს პირიქით რა. მე მაინც ვერ ხვდებოდი რატო დასწინოდნენ მაგას. ხო, ამ პირიქით პრესტიჟული პონტია რომ ანუ ამხელა კომპანია გიხდის მაყუც რომ გაარეკლამა. რა ვიცმებო Snoop Dogg-ს გადახედეთ რის რეკლამებს აკეთებს რომ ნახოთ რავია შაურმა მონაგონია ანუ Snoop Dogg-ის რეკლამები ნახეთ რა. ანუ Snoop Dogg-ს აკე პორნო ინდუსტრია და რავი რა არა აქ ეხა ეგრე კონტრიანობაში. აკეთებენ არტისტები რეკლამებს. მიეჩვიეთ ნორმალური ამბავი. ხო და კარგია მაგას ხო იმ დონეზე რომ განვითარდა რომ ამხელა კომპანიები რომ მოციხდიან კაია. ანუ ხალხს გონია რომ რაღაც არტისტი უეჭველი რაღაც კაპიშონში დამალული კაპიშონში დამალული კუთხეში უნდა ისდეს სადღაც ავტობუსში და წერდეს და სხვა არაფერს არ უნდა აკეთებდეს ანუ შეერიკვდებოდეს და არა 8 მილივისაც ნანახია ხო ანუ რაღაც ეგეთი რა არ არის ეგრე ძმებო. შენი საყვარელი ფილმი რომელი არის რეპერების ამბავში 8 მილი რახან ვახსენეთ? ჩემი საყვარელი ფილმი რეპერების ამბავში არის ეხლა გადაიღო სახელი ზუსტად არ მახსოვს აკაპელა ბეთლებზეა მთლიანად ფილმი. ახალია? კი, მგონი ემინემია ერთ-ერთი რეჟისორი თუ რაღაც რა და ეგ ტიპი ვინც მთავარ როლშია არის Slim Shady. ემინემის ერთ-ერთი პერსონაჟი, ასე ვთქვათ რა. ანუ დოკუმენტური და რამე არ არის. არა, ჩოლობრივი ფილმია რა. ვა, რა საინტერესო. ძალიან მაგარია აკაპელა ბეთლები, ვისაც გინდა. დაიდო უკვე? კი, დევს. ანუ დიზასტერი და ისინი არა, ანუ ბევრი ცნობილი ბეთლემსია როლებში რა. დამილინკე დღეს ერთი აუცილებლად მაინტერესებს ერთი. კი ბატონო, ძალიან მაგარია. ვა, გაასწორა მაგან. სხვადასხვა 2-2-ზე ბეთლიც არის, მან ნახსენები აკაპელაზე, ანუ ნაჩვენები და უყურეთ ნახავთ 2-2-ზე ბეთლები როგორ ტარდება და გვინდა რომ გავაკეთოთ და იყოს რა. ხო, ეხა ხო PvP-ზე იყო საუბრები რომ 2-2-ზე არის. ეგენი BPM-ზე ფიქრობენ, მე აკაპელა მინდა 2-2-ზე. რუსეთში მაქვს ნანახი მაგათ ბეთლებზე 2-2-ზე. კი. მიირთვი გაგრილდი მიირთვი. მაინც ეხა ცხელა და თუ სპონსორებიც გამოჩნდებით კიდევ უფრო გემრიელად დავლევთ და ესე გავაკეთებთ რა რომ ეხა არ გავაკეთებ. ხო, რადგან ვიყიდეთ და დასპონსორები ვექნებოდა და რა კაი ესე გავაკეთეთ, მეტი რა გავაკეთოთ. ძველ თემაში აი მაგალითად old school-ის თემაში რა იქა მაშინ იწერებოდა ხოლმე სხვანაირად და სხვანაირად კეთდებოდა ხოლმე ზოგადად რა აი შავი პრინცი აიღე ბედინა კაბო ეხა აცონოს უფალმა შავი პრინცი დღესო ცოცხალი იყოს ალბათ მაგაზე ბედნიერი კაცი აიქნება იმიტომ რომ ქართული რეპის განვითარებისთვის ყველაფერს ჩალიჩობდა და სავარაუდოდ PvP-ს გაუსწორდებოდა და აკაპელებიც და სავარაუდოდ ძალიან ეს თემები მაგრამ ხო და დღეს იცვლება რაღაცეები რა კოკლიანთან ზურიკო კოკლიანთან ვახსენე ეგეთი რაღაცა რომ დღეს ცოტა ტანცი-მანცი ბიტები წამოვიდა მეთქი შედარებით მეთქი და უფრო შეიცვალა ყველაფერი ტექსტსაც იმდენად აღარ ექცევა ყურადღება მეთქი ლირიკასკო რა ხო და შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს ესე არის და აქეთკენ მივდივართ თუ ეს დროებითია ეს თემა მაგალითად არა ახსნე როგორაა სიტუაცია ის კი არ არის რომ მივდივართ იქითკენ სადაც ლირიკა არ არის და მარტო მუსიკა. უბრალოდ არტისტების რაოდენობა გაიზარდა და მრავალფეროვნება. ანუ ახლაც არსებობენ არტისტები, რომლებიც ლირიკას აწვევიან მხოლოდ უფრო რა და არა ფლოუებს. არსებობენ არტისტები, რომლებსაც ლირიკას საერთოდ არ ადარდებთ და უბერავენ მარტო ფლოუზე დამოკიდებულ ტრეკებს რა. და просто ის არის რომ გაიზარდა არტისტების რაოდენობა და მრავალფეროვნება. არაფერი არ დაკარგულა, უბრალოდ რაღაცეები დაემატა და უფრო ხშირად გვხვდება თვალში რა. просто ის არის რომ ანუ ახალი რახანაა უფრო მეინსტრიმი ხდება რა. და მაგიტო უფრო ამათ ვხედავთ, თორე უამრავი არტისტია რომელიც old school-ს აკეთებს. შენ უფრო რომელი მოგწონს ეს pro old school-ის თემა თუ ბიტების ამბავში? ორივე მომწონს. ვისურვებდი რომ ეს ახლის გაკეთებაც კარგად შემეძლოს და ვეცდები რომ ვისწავლო და მეც ავითვისო ეს ახალიც.
ჯერჯერობით მე ანუ ვაკეთებ old school types, იმიტომ რომ old school type-ია ერთადერთი რაც შემიძლია. აი არის. კი ბატონო. მაგ მხრივ ძალიან მჭირდება განვითარება როგორც რეპერი რა. ბაზარი არ არის. კაი, მოდი ჟიზენი კითხებს დაგისვამე შენი ხა მაშინ. შენ მისმენდი ხა. აი ეგ არის ცუდი რა, რომ წინასწარ რო ვიცის ადამიანმა რა უნდა დაუსვა, მე ფიქრობს, გაიგე და სტიჩის მაგ ამბავში არ გაუმართლა, არ იცოდა წინასწარ რა კითხვები იქნებოდა და სამაგიეროდ კარგია რატო იცი რომ უფრო ეცნობიან რეპერს ასე ვთქვათ რა და მხოლოდ ეს კარიერული და ის ფარი არ არის რომ აი რეპზე საუბარი ანუ ადამიანური პოზიციაც იწევს ზევით რა და ასწორებს ეგ თემა რა. მოდი აბა ცხოვრებისეული მიზანი რა არის შენი? მე მაქვს ესეთი ღრმა ფილოსოფიური ცხოვრებისეული მიზნები არ მაქვს რა. მინდა რომ ანუ სანამ მოვხდები რაც შეიძლება მეტი კარგი მოგონება დავაგროვო რომ ანუ სიბერეში გავიხსენო ყველა ეს მაგარი მოგონება მინდა ბევრი მოგზაურო ჩემს მეგობრებთან ერთად გავერთო და რავი ყველა მომენტი შევირგო რა ცხოვრების ეს არის და ეს კბილი მოგონებების მოგროვება ხო პრინციპში რა მე ეგ ფასიანი არ არის ფასიანი შემთხვევაში როცა მოგზაურობაში პულსი ხდით თორე ზოგადად კბილი მოგონებების შეგროვება კარგია ასწორებს კი ბატონო მამნეჩვევა აი მეც რავი წინა დღეს სწავლა მიყვარს რა ანუ მესამე რაუნდი დავწერე და ვისწავლე იმ დღეს ბარში მისვლამდე აი რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საქმე იყოს მაინც იმ დღეს ვაკეთებ რა წინა დღეს ეგ ძალიან ცუდია ისე შეიძლება მაგ დროს იფიქრო რომ უფრო კარგად დამამახსოვრდება თითქოს რახან ახალი ნასწავლი მაქვს მაგრამ მე იქ რო შეიძლება ინერვიულო და რაღაცა მე შეიძლება დაგავიწყდეს ხო? ხო, ანუ ეგ არის ძალიან მეფანტება ყურადღება ზოგადად რომ წერი და თუ ის დღე არ არის რომ იძულებული ვარ გინდა თუ არა დავწერო ძალიან მეფანტება ყურადღება ანუ დავიწყებ წერას მივაგდებ რამე სხვა ვითამაშებ რაღაცას რა ძალიან ვიფანტები. ყოველთვის ვამთავრებ წინა დღეს რაც არ უნდა იყოს. ეგც მამნეჩვევა. ხო, პრინციპში, მაგრამ იქ არ დაგვიწყებია პრინციპში და გამოჩნდა კიდევაც ეგ. ჟიურის გადაწყვეტილებაზე ციმოქმედა. ხო, ჯერად არ დავავიწყე. ხო, მაგ თემა. და გარდამტეხი მომენტი ცხოვრებაში რა ქონია? შერლოკ ჰომსის საკითხვა, იმიტომ რომ ზედმეტად თამდაბალი მასტე ვიყავი რა. ძალიან ისეთი 1000-იანი, მაგრამ ძალიან თამდაბალი რაღაცეები რთული ნაბიჯების გადადგმა როერიდება და ანუ შერლოკ ჰომსი რო წავიკითხე, პერსონაჟი იმდენად მომეწონა, რომ მისი ნარცისიზმი და ეგო რაღაცნაირად გადმოვაკოპირე ჩემს თავში და მაგან ძალიან გამხსნა. აჰა. და მაგის მერე სახელიც იქიდან მაქვს მაგის გამო რა. ძალიან ისე წავიდა განვითარება სწრაფად. რადიკალურად სხვა ტიპი ვიყავი, რავი, 16-17 წლის ასაკში ვერაზოს რომ აი ვერი ფიქრებს რომ ოდესმე კამერასთან გაიჩითება. აი ფოტოც არ მედო ჩემი არსად ცხოვრებაში, აი ეგეთი პასტი ვიყავი. ეხლაც არ გიდევს Facebook-ზე. ნუ ხო, რა მოგწერე პირველი გახსოვს Messenger-ში, რომ მოგწერე? შენ ხო, ანუ იქ არ ვიდევს, მაგრამ ეხლა ხო მოვედი აგერ კამერებთან ბეთლზე გავედი და მაგას არ ვიზამდი რა ადრე. ისეთი ფოტო უდევს რომ მივწერე რომ მეთქი შენ ხარ მეთქი ის გუში რომ გაიმარჯვა იქ ბეთლებზე თუ სხვა დოკია მე ვთქი კი მე ვარ. იმიტომ თავიდან ბლოგს რო ვიღებდით თქვითხე რომ მეთქი მეგობრებში ვართ მეთქი კი ვარ თუ ფოტოც რო არედო მეთქი რაღაცნაირად თვალში როგორ არ მომხვდა და მაგით თავისუფლება რა არ შინდეს. თავისუფლება ჩემთვის არის აი ემოციური თავისუფლება რა რომ როგორ გითხრა შეგიძლია რომ რაც გინდა ის გააკეთო და არავის აზრის გამო არ დაიხიო უკან რა აი მე არ მქონდა ეგ თავისუფლება წლების წინ იმიტომ რომ ბეთლებზე არ გავდიოდი მე თქვი არასდროს არ გავალ იმიტომ რომ ის დამცინებს ის რაც დაწერს კომენტარში ის რას იფიქრებს ანუ კომპლექსდებოდი ხო რა და აი მაგადგა რომ გავთავისუფლდი უკვე საკმაოდ თავისუფალ ადამიანად გრძნობ თავს და ეგ ასწორებს კი ბატონო მართალია არ უნდა იყო დაკომპლექსებული ადამიანი რამდენად ტრადიციული ხარ ზოგადად საკმაოდ ანუ ეხლა სისხლის აღებას და რაღაცებს მეც არ ვეთანხმები რა თქმა უნდა ძირითადად გადასმა. მაგრამ ხო ანუ ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს საქართველოში, რომელიც უნდა დარჩეს. და რავი, პატივსცემ ამ ტრადიციებს. ხო, მეგობრობაზეც შენც აღარ გეკითხები ნაწილობრივ, იმიტომ რომ რადგან ერთად მოხვედით ესე კარგი მეგობრები ხართ და ისე ზოგადად ბევრი მეგობარი უნდა ყავდეს ადამიანს თუ აი თიძე ჩამოსათვალე იტყვიან ხოლმე.
ბევრი მეგობარი თუ ყავს ჩემი გამოცდილებით შანსი არაა რომ ყველა იყოს ნამდვილი და ხარისხიანი მეგობარი რა. ძალიან რთული რაღაცაა რეალურად ისეთი ტიპის პოვნა რომელიც მართლა სანდოა, მართლა ყველა მომენტში ანუ არაძოსო არ დაგაღალატებს რა. ამიტომაც ახლა ვიღაცას რომ 100 და 200 მეგობარი ყავს შანსი არაა რომ ეგ ყველა მაგის მეგობარია რა. ხო, მაგდენ მეგობარი მხოლოდ Facebook-ზე. ხო, ანუ ეგ თემაა რა. ჯობია. კი ბატონო. ჰობი რა არის შენ? ჰობი, ახლა ვამბობ, როდესაც ბეთლზე გამოვდიოდი, რავი, არც ლაიქები მდომებია, არც რაც ჰაიპი, პირველი აზრი ჩემი იყო, რომ აწი მეყოლება ხალხი ძალიან ბევრი, რომელსაც მივწერო ფეხბურთის სათამაშოდ გამოვიდნენ. ხო და გამოდით ფეხბურთის სათამაშოდ, ფანები რომც არ იყოთ, რომს გეზიზღებოდეთ, შეკრიბეთ გუნდი, მოდით და მეთამაშეთ, თუ მომიგებთ, მივატოვებ, ანუ მეტი რა ვქნა, გვეთამაშეთ ფეხბურთი ხალხს. მოდით. ფეხბურთი ხალხს. კი ბატონო. რამდენად ჯიუტი ხარ? რავი, არ ვარ ჯიუტი, ვაფშე არ ვარ ჯიუტი, რავი. არა. არ ხარ ჯიუტი? არა. არ ხარ? ძალიან კაი თუ არა ხარ. რისკიანი? როგორი რისკიანი ვარ, იცი ძალიან ბევრს წუწუნებ, მაგრამ მე მაინც ვიღებ მაგ რისკს რა, ყოველთვის მაინც მივდივარ. ანუ ხარ მაინც. ხო, აი, რაღაც რისკამდე ძალიან ავწონი და რა შედეგიც არ უნდა მივიღო, მაინც ვაკეთებ. ანუ აზრია რა, იმ წინა პროცესს აწონ-დაწონვის რა, მაინც ვაკეთებ. ხო, ნუ ეგ მაგაში სიჯიუტეც არის ესე იგი და რაღაც ნაწილობრივ ხარ ჯიუტიც, იმიტომ რომ თუ არ მიაწექი ბოლომდე ჯიუტად რაღაცა საქმე არ გამოვა მაშინ. ეგრეა ზოგადად რა, ხო, ჯიუტობა ეხლა ვის როგორ აღიქნება გააჩნია. ანუ ისევ არც ძალიან არა ჯიუტი ვარ და არც ძალიან ჯიუტი ვარ, ნორმალურად ვარ რა, რავი. კი ბატონო. ერთი ძალიან მაგარი კითხვა მქონა და არ დამისვაო და არ დავსვავ იმ კითხვას. სპეციალურად ეხლა მითხრა ადამიანმა. ხო და მოკლედ მე მესიამუნა დღეს რომ მოხვედი, რომ ვისაუბრეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს პრინციპ შენ ვლოგში გამოჩდი, ეხა პოდკასტზე მოხვედი და არაერთი თემა იქნება. მე რაღაც კიდე ეგეთი იდეები მაქვს, ნახოთ მომავალში როგორ იქნება, რაღაც საიფერების ამბავში გაკეთეს ხოლმე პოდკასტზე, რამოდენიმე ადამიანმა ერთად იბაზროს ხოლმე რაღაცა თემები, დუჟენიები, ასე თქვა და მაგ თემებში ნიუკამერებსაც და ისედაც გამოცდილი რეპერებსაც გეპატიჟებით და მინდა ეგ თემები გავაკეთოთ და რამდენად გამოვა არ ვიცი, მაგრამ მე მგონია რომ ბევრ სურვილი ექნება რომ ეგ ამბავი გაკეთდეს რა. კი ბატონო, კარგი იდეაა რატო არა. საიფერები მაგარია. ხო არა, გაასწორებს, ხო, თან რაღაცა გამოცდილებაც იქნება ერთგვარი რა. კი ბატონო. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო